ერთწუთიანი ანიმაციის განხილვა და ანალიზი. დღეს განვიხილავთ ფილმს Vampire Hunter D Bloodlust. ეს ფილმი გამოსულია 2001 წელს, როდესაც უკვე იყენებდნენ დიჯიტალურ 2D ანიმაციას, მაგრამ Vampire Hunter D შექმნილია და გაკეთებულია 2D cel ანიმაციით. რაც ნიშნავს, რომ თითოეული კადრი დახატული იყო ფონებიც და პერსონაჟებიც სელზე და ფურცლებზე, საღებავებით და ფუნჯებით. იმის მაგივრად, რომ დიჯიტალურად გაეკეთებინათ. პერსონაჟებს აქვს ულამაზესი, მაგრამ ამავე დროს კომპლექსური, რთულად დასახატი და დეტალიზირებული დიზაინები. მაგალითისთვის, პერსონაჟის დიზაინში გამოყენებულია შუქჭდილების რამოდენიმე განსხვავებული ტონი და ფენა. იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო ორი განსხვავებული ტონი, რასაც თანამედროვე ანიმეებში იყენებენ ხოლმე. მართალია თუ ანიმეებში გამოყენებულია ხოლმე ზედმეტად კომპლექსური პერსონაჟების დიზაინები, ანიმაციას უშუალოდ პრობლემა ექმნება ხოლმე და უფრო მეტად შეზღუდული მოძრაობა და შეზღუდული ანიმაცია აქვს ხოლმე. ანუ რა შემთხვევაც იყო მაგალითისთვის Record of Ragnarok-ში. Vampire Hunter D-ს ეს პრობლემა არ აქვს. კომპლექსური პერსონაჟების დიზაინების მიუხედავად, მაინც არაჩვეულებრივად არის გაკეთებული ექშენ სცენები იქნება თუ დიალოგი. და იქიდან გამომდინარე, რომ ფერებისთვის უფრო მეტად შერჩეულია კარგი გაგებით მდორე და მუქი ტონები, მთლიანობაში დიზაინებთან ერთად პერსონაჟების გოთიკურ სტილს და ესთეტიკას წენს.